ქართული აუდიტორია ძალიან პირდაპირ რეაგირებს ფასზე. წარმატება მოდის მაშინ, როცა რაღაცა ძალიან გიყვარს. არ არის აუცილებელი ყველა ადამიანი მიაკვდეს ამ ხელოვნურ ინტელექტს. არის იმიტომ გამოგვდის საქმე, რომ არის გუნდი და მუშაობთ გუნდურად და ვავსებთ ერთმანეთს. ყველაფერზე GPT გქონდეს გახსნელი და რაღაცა არ მგონია რა, ეგ სწორი და ალბათ რაღაც დროის მერე მოუხლით მაგას და დავანებებთ თავს. რამდენი სისხლი დაიღوارა, რამდენმა ადამიანმა იმუშავა, ეს ყველაფერი ხო ბევრმა ადამიანმა არ იცის რა, თუ რაღაცის გჯერა წარმატებას მოიყვან შენ თვითონ. მარცხი ბევრ ამას გვასწავლის და მე უფრო გეხმარება გაზრდაში. გამარჯობა, ეს არის Founders Club-ის მეორე ეპიზოდი, რომელსაც წარმოგიდგენთ კომპანია Live Support-ი, თქვენი სანდო IT პარტნიორი. ხოლო სპონსორია More ABC, რომელიც არის More Global-ის Excel-ის წევრი საკონსულტაციო კომპანია და აქ თავაზობთ აუდიტს, ბუღალტერიას, საგადასახადო რისკების ანალიზს და სხვა დაკავშირებულ სერვისებს. სტუმარია გიორგი კონტუაძე, გამარჯობა გიორგი, პირველ რიგში მადლობა, რომ ჩვენთან ხარ და გვესტუმრე. გიორგისთან ძირითადად ვისაუბრებთ ბიზნესზე, ცხადია, იმიტომ რომ გიორგი არის დამფუძნებელი, არის ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ასევე მაგრამ არის დამფუძნებელი კომპანიების გიფერი, კრაკენი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი ძირითადი სასაუბრო თემა იქნება ბიზნესი და მარკეტინგი, თუმცა შევეხებით სხვა თემებსაც და სანამ ბიზნესამდე მივალთ, პირველ რიგში მე მინდა გკითხო პრეისტორიაზე, იმიტომ რომ სანამ შენ ბიზნესს დაიწყებდი, მანამდე იყავი წყალბურთელი. და ჩემი გამოცდილებითაც, იმიტომ რომ მეც სპორტთან შეხება მქონდა დიდი ხნის განმავლობაში, რაღაც უნარებს ვიჭერ ხოლმე, რომლებიც მასწავლა სპორტმა და შემდეგ სხვა საქმიანობაში მადგება. შენი აზრით, უბრალოდ არის გასწავლა თუ არა რაიმე ისეთი სპორტმა, რაიმე უნარი შეგძინა თუ არა ისეთი, რასაც ბიზნესში იყენებ, ან ზოგადად როგორ გავს თუ არა სპორტი და ბიზნესი რაიმეთი ერთმანეთს. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და წარმატებებს უსურვებ თქვენს პოდკასტს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს, იმიტომ რომ მეც მაქვს პოდკასტი და ვიცი ეს მიმართულება ძალიან კარგად. იცი რა არის, ძალიან საინტერესო კითხვაა. მე რა ვფიქრობდი ახლა რომ მეკითხებოდი, რომ რა გასწავლა წყალბურთმა. პირველი ცურვა შემიძლია გითხრა. მეორე ის რომ გუნდური სპორტია წყალბურთი და ძალიან ბევრი რაღაცა არის მერე რო აღმოაჩენ რა, ანუ განაის რო რაღაცა როცა აქტიურ სპორტში ხარ, ეხა მე ნაკრებში ვიყავი და ფაქტურად ბევრი სოცნება არის, ხო, რომ რაღაცა მივიდეს მაგ ეტაპამდე და ჩემს ცხოვრებაში რაღაც მომენტში დადგა რაღაც ეგეთ მომენტუმი, რომ დავფიქრდი რეალურად რა მინდოდა მომავალში რომ მეკეთები. დაახლოებით როდის იყო ეს? ეს არის დაახლოებით პირველ კურსზე ვიყავით და მაგ პერიოდში მივიღე გადაწყვეტილება, იმიტომ რომ უნივერსიტეტში რაღაც სხვადასხვა მიმართულებას ვეცნობოდი და ფაქტურად გაიყო ჩემი ინტერესები და მან მივხვდი რომ ხوار ჯობია რომ ჩემი თავი რაღაცა უფრო სხვა ინდუსტრიას დაუკავშირო. ეს გამოწვეული იყო რომ რაღაცა უფრო მეტი ინტერესები მიჩნდებოდა. თუმცა სპორტს რომ მიუბრუნდეთ, ანუ სპორტი როგორც გუნდური სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს რა. ერთი არის თუნდაც სანამ რაღაც ოფიციალურ რაღაც შეჯიბრამდე ან თამაშამდე მივალთ, არის შიდა სამზარეულო, ხო, ურთიერთობა, იქ სხვადასხვანაირი ადამიანი ყავს გუნდში, ყველას რაღაც ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, ასე ვთქვათ, დამუღამება სჭირდება და მე არსებობს კიდევ ერთგვარი პოზიციები, როგორც ბიზნესში, ხო, არის სხვადასხვა მიმართულებები არის და ამ პოზიციებსაც სჭირდება გარდა იმისა, რომ სიტყვაზე მე შეიძლება სხვა პოზიციაზე ვიყო, უნდა ვიცოდე ყველა სხვა პოზიციაზე მყოფი მოთამაშე რას აკეთებს, ხო, როგორი იქცევა, როგორი ამისი ქცევის სტილი. და აქედან გამომდინარე, შენ ეს თუ კარგად არ იცი, შესაბამისად გუნდურადაც ვერ თამაშობ. ამიტომ ცოტა, ნუ შეიძლება იმ კონკრეტულ პოზიციაზე შენ არ იყო საუკეთესო, ხო, პირობითად ვიძახი, მაგრამ უნდა იცოდე ყველა შესაძლო ვარიანტი რა შეიძლება იმ პოზიციაზე მოხდეს, როგორ განვითარდეს მოვლენები და ასე შემდეგ. ნუ ეს სპორტის პარალელი რო გავაკეთოთ. თუმცა მაგის გარდა არსებობს ბევრნაირი რაღაცა, მაგალითად მარცხი, მაგალითად გამარჯვება, ხო, შენი რაღაცა მენტალური მდგომარეობა, რომ ხანდახან ყოველდღე გეზარება
რომ აი ამ რუტინაში იყო, ხო, რაღაცა ერთგვარი კულტურა რო გამოიმუშაო შრომის. იმიტომ რომ შრომის გარეშე შეუძლებელია მაგალითად ნებისმიერ მიმართულებით მიაღწიო წარმატებას. კი არსებობს ნიჭი, ტალანტი, რაც შეიძლება რაღაცა ესე ღვთითბოძებული გქონდეს, მაგრამ თუ არ იქნება ეს რაღაცა დისციპლინა, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მაგ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ფიქრობს, რომ აი ნიჭიერია და ზარმაცი, აი მე ვერ ვაღიარებ მაგ მიდგომას და ფენომენს, ჩემთვის უფრო არის, რომ რაც უფრო მეტად შრომობ, ეს ნიჭი შენთან ერთად უფრო ვითარდება და იზრდება. და სპორტმა ალბათ ძალიან გამზარდა პიროვნულად და ძალიან ბევრი ფაქტორი შემხვედრია ბიზნესში, უკვე საქმეში და თითქოს რაღაცა მენტალურად რომ რაღაცა იგებები ამ მარცხსაც, გამარჯვებასაც და ასე შემდეგ, მაგან ძალიან დიდი როლი იმოქმედა ჩემთვის პირადად. აი დისციპლინა ახსენე. ალბათ შენს შეხვედრია ეგეთი კითხვა, დისციპლინა თუ мотиваცია. შენი აზრით რომელი უფრო მნიშვნელოვანია, თუ შეიძლება რომელიმეზე უფრო მეტად იყოს მნიშვნელოვანი ამ ორიდან? მოდი ესე რომ ვთქვათ, რა თან რაღაცა ბრძნულად რომ გამომივიდეს, ხო? ხანდახან გვიყვარს. ან ფილოსოფიაც გიყვარდათ რომ მივუდგეთ. არის მომენტები, როდესაც გჭირდება мотиваცია. ხო, არ გაქვს мотиваცია, მაგრამ მე მქონია დღეები, რომ მithkoms, რომ აი არ მინდა ის, რასაც ვაკეთებ, პირობითად ვამბობ, რა, აი ცუც ხასიათზე გავიღვიძე დილით. და ეს აქ ძალიან რთულია ხოლმე უჭირთ ხან ადამიანებს საკუთარ თავში იპოვონ კონკრეტული мотиваციები. ხო, мотиваცია ბევრნაირი არსებობს რა, ანუ აი არ ვიცი, შეიძლება მზიან ამინში ნახოს ადამიანმა мотиваციას იმისთვის, რომ რაღაცა კონკრეტული ქმედება განახორციელოს. ნუ ბიზნესზე არ არის მარტო საუბარი, ნებისმიერი სახის რაიმე კეთება თუ გინდა, გჭირდება ადამიანს мотиваცია. ან როცა ეს мотиваცია არ გაქვს, მე ვიტყოდი, რომ მაგ შემთხვევაში უკვე გადადიხარ დისციპლინის მოუდში, როცა საკუთარ თავს აძალებ რაღაცის გაკეთებას. მე ხშირად გქონია, რომ ანუ კი რაღაც შეიძლება არ ვარ იმის ხასიათზე, მაგრამ არა, მე თუ დღეს ეს არ გავაკეთე, ერთი რო ჩემს გარდა ამას არავინ სხვა არ გააკეთებს და აიძულო თავი, რაღაც ჩააგდო სტრესში, შეიძლება ეს გაგრძელდეს ერთი კვირა, არ ვიცი, ერთი დღე, ერთი თვე, ერთი წელი, მაგრამ დისციპლინა საბოლოო ჯამში არის და мотиваცია, რომელიც რაღაც მომენტში ერთმანეთს ენაცვლება ხოლმე, რა, შეიძლება რაღაც ამოვარდეთ დისციპლინიდან, მაგრამ მერე мотиваცია შეგვეხიდოს რაღაც კუთხით და იმან გავაკეთებინოს რაღაცა საქმე და ასე შემდეგ, რა, მე მგონია, რომ მაინც შინაგანი შენი საკუთარი თავიდან მოდის ეს ყველაფერი, რა, და არაფერი არ გაიძულებს სხვა გარდა შენი თავისა. და დისციპლინა როგორ უნდა გამოიმუშავოს ადამიანმა, როგორ ფიქრობ? რა არის მთავარი დისციპლინის გამომუშავებაში? ალბათ ინდივიდუალურია, არ ვიცი, ხა მე ვარ ის კატეგორია, რომელიც მაქსიმალურად ერიდება რაღაცა განზოგადებას. უაზრო რჩევების მიცემას. ანუ მან როგორ არის, რომ მე ჩემთვის, ჩემი პირადი გადმოსახედიდან მაგალითად რა, ხანდახან არის ხოლმე, რომ არ მაქვს დისციპლინა. ანუ ამიტომ ძალიან რთულია მე სხვას უთხრა, რომ ესე უნდა გქონდეს. არა, იმიტომ რომ რავი, ადამიანები ვართ, თუ არ გვაქვს, თუ ამოვარდით ხანდახან ეგეც ოკეია. ანუ რავი, მე არ მესმის ადამიანებს, რომლებიც რაღაცა შრომა, რაღაცა წინიარე, არა, ხანდახან დაიძინე, დაისვენე, დამარცხდი. ცოტა ხანი თუ გინდა იყავი დეპრესიაში, მე წამოდექი. ანუ ეგ არის შენ თავს როგორ ამყოფებ კომფორტში მხოლოდ რა. კი, რეალურად დამარცხება არის აუცილებელი, თუ გინდა რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე. დამარცხებაც უნდა ისწავლო, რომ შემდეგ უფრო დიდ გამარჯვებამდე მიხვიდე. რადგან ფილოსოფიური ლაპარაკი დავიწყეთ, უფრო მეტად მაინტერესებს შენი ბიზნეს ფილოსოფია როგორია? არ მაქვს მე ბიზნეს ფილოსოფია. იცი რა არის, მე უბრალოდ მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. და ეგ არის მხოლოდ თავარია, რომ ის აკეთო, რაც გიყვარს. ეგ არის მხოლოდ ჩემი აი ეს მამოძრავებელი, რითაც დღემდე მოვედი და რასაც ხელს ვკიდებ, ეგ არის, რომ აი მიყვარს რა, რასაც ვაკეთებ და თავარია გიყვარს, აი ძალით გაკეთებული და წარმატებული თითქმის არ მახსენდება ეგეთი. და ბიზნესი როდის შეგიყვარდა? უფრო სწორად შეგიყვარდა და როდის გადაწყვიტე, რომ უკვე დრო იყო საკუთარი კომპანია დაგეფუძნებინა და როდის გაჩნდა ეს იდეა? მე მუშაობდი სხვადასხვა კომპანიებში და ეგ ალბათ აღმოჩენა გავაკეთე მაშინ, როცა
მივხვდი, რომ ჩემი ხელმძღვანელი, რომელიც რაღაცა სახის შენიშვნას მაძლევდა, იმდენად დისკომფორტს იწვევდა ჩემში, რომ ხვდებოდი, რომ ეს თვითონ განარამე რომ რაღაც არ გამოვასწორო, ან მაგას ვერ ვიაზრებდი. არამედ უშუალოდ აი ეგ ფენომენი იწვევდა ჩემში დისკომფორტს და რაღაც ვთქვი, რომ მე არ მინდა ვიღაცისთვის მუშაობა პირობითად რა. ანუ მაგრამ დღევანდელ გამოსახედიდან ალბათ სხვანაირად ვფიქრობ რა. უბრალოდ ეგ იყო ალბათ იმ ასაკის, იმ რაღაც პერიოდის მომენტი, რამაც გადამაწყვეტინა, რომ მე რაღაც ჩემი საქმე დამეწყო. თუმცა დღეს ალბათ ეგეთი ის არ მექნებოდა, აი ეგეთი კვეთრი რეაქცია მაგაზე არ მექნებოდა. მაგრამ ალბათ ბიზნესი თავიდან იწყება მაინც რაღაცა რწმენით რა. აი მე მაგალითად მჯეროდა ის ასაც ვაკეთებდი და გადავწყვიტე, რომ მოდი რაღაცა ბევრი მომართვიანობა მაქვს, შემიძლია რომ უფრო დიდ მასშტაბებში ვაკეთო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მაშინ მე როგორც ფრილანსერი ეგრე მუშაობდი, რაღაცა პირადი პროექტები მქონდა და გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ისე, რომ რაღაც კომპანია ჩამომეყალიბებინა, რომ უფრო დიდ მასშტაბებზე წავსულიყავი. თუმცა მაინც რაღაცა ტრიგერი აი შინაგანი, რამაც ალბათ გადამაწყვეტინა ჩემი საქმე მქონოდა და არა სხვისთვის მემუშავა, ალბათ თუ გავიხსენებ ეგ იყო. ესე იგი დაინახე მოთხოვნა, რომ არსებობდა და შემდეგ უკვე გადაწყვიტე, რომ არა სხვა კომპანიისთვის გემუშავა, არამედ საკუთარი კომპანია შეგექმნა და ეს მოთხოვნა უკვე მიგეწოდებინა შესაბამისი პროდუქტი. კი ბატონო. ყველაზე დიდი სირთულე აი ამ პროცესში, რაც გაიარე დაწყებიდან, იდეის ჩასახვიდან და შემდეგ უკვე განხორციელებიდან, რა იყო აი ის სირთულეები, რაც უნდა გაითვალისწინონ, ან გავითვალისწინოთ დამწყებმა სტარტაპერებმა. პირველი როცა სტარტაპი გაქვს, გიწევს ყველაფრის კეთება. იქ არ არსებობს რაღაც კონკრეტული პოზიცია, რომ მე ხა მაგალითად მარკეტერი ვარ და რაღაც კონკრეტული მიმართულება მქონდეს. სტარტაპის შემთხვევაში ხართ 2 ან 3 ადამიანი გაჩნია. ყველაფერს ჩიგებ. ხო, ყველაფერს არ ვიცი. დამლაგებელი შენ ხარ, იქით რაღაც გაფუჭდა შენ აკეთებ, რაღაც მიწოდებაზე შენ ზრუნავ, რეკლამაზე შენ ზრუნავ, სახიობით შენ ხარ, ანუ ყველაფერს შენ აკეთებ. იმიტომ რომ ეს ეტაპი მაგას მოითხოვს. თუ შენ ეს ყველაფერი არ გააკეთე, ეგ სტარტაპი მგონია რომ ვერ იქნება წარმატებული. მე რამდენი სტარტაპიც მქონია, ყველგან იყო საჭირო ეს რა, შენი ჩართულობა. იმიტომ რომ ხანდახან ყოფილა ხოლმე, რომ აი მაგალითად გაკეთდება სტარტაპი, მისი დამფუძნებლები არიან სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები, ზოგი დეველოპერია, ზოგი მარკეტერია, ზოგი რაღაც არ ვიცი, სეილს აიღებს თავის თავზე და ასე შემდეგ და აი ეს მომენტი არ მუშაობს, რომ აი მე ჩემი საქმე მაქვს და მოდი ამას ვაკეთებ. თუ ყველა მაგ მომენტში ყველაფერს არ აკეთებთ, ეგ სტარტაპი განწირული არის რა და სირთულეები არის ყველა ეტაპზე აბსოლუტურად. ნუ სტარტაპებზე ხშირად ამბობენ ხოლმე რომ რაღაცა ფინანსებია თავიდან სირთულე, რომ რაღაცა მწირი რესურსებით გიწევს რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მე მქონია მაგალითი და მაქვს ეგეთი კომპანია უკვე, რომელიც თავის ძროზე იყო სტარტაპი, გიფერზე არის საუბარი, რომელიც ისეთი მწირე რესურსით არის შექმნილი, რომ აი სტუდენტებთანაც რომ მქონია შეხება და ან თუნდაც რაღაც სადმე გამოსულა რამ кейსით, მაგაზე გამიკეთები აქცენტი, რომ რეალურად თავარი არის იდეა და რამდენად გჯერა ამ იდეის, რასაც აკეთებ და ფინანსები არის უკვე მეორე და მესამე ხარისხოვანი. ეხა არის სტარტაპები, რომელიც მაგალითად კონკრეტულ დაფინანსებაზე არის დამოკიდებული, ხო, რაღაც მილიონაირი გრანტი არსებობს და რაღაც კი, რო გჭირდება დაიწყო, მაგრამ ჩემი განმოსახედიდან სტარტაპი არის ძალიან შეზღუდული რესურსით გაკეთებული რამ, რომელიც მე იქცევა ჩვეულებრივ კარგ ბიზნესად. იდეა არის მთავარი, როგორც შენ ამბობ. კი, მაგრამ იდეები საიდან უნდა გაგვიჩნდეს, საიდან უნდა მოგვივიდეს? ან თუ გაგვიჩნდება, როგორ უნდა ამოვარჩიოთ ეს იდეა და ამოვიცნოთ, რომელმა შეიძლება გაამართლოს? ხო, ეგ ცოტა რთული საკითხი არის, იმიტომ რომ ეხა ჩემი გამოცდილება რომ გავიხსენო, ერთია რომ კონდეს ძალიან ბევრნაირი იდეა და ძალიან ასე ვთქვათ, გაწუხებდეს რაღაცა იდეები, ბიზნეს იდეები და ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომელსაც აწუხებს იდეები. მაგრამ რთულია, ყველაზე დიდი სირთულე არის დაინახო ამ იდეებიდან, რომელი შეიძლება იყოს წარმატებული უფრო მეტი პერსპექტივა. ხო. ეხლა ჩვენ შემთხვევაში
არ ვიცი, რავი, მოვყვები მაინც გიფერის кейს, იმიტომ რომ ხა პრინციპში ყველგან ყვები ხოლმე და უბრალოდ ბრენდებს არ დავასახელებთ. ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც დაგვავალა, რომ მოგვიფიქრეთ რამე, რომელიც რაღაც ღონისძიებებზე მოგვბეზდა ეს ფოტოების გადაღება და რაღაცა მოგვიფიქრეთ რა. გვინდა რომ რაღაც ეს იყო ბრენდის დავალება რეალურად. ჩვენ რო ფიქრობთ ამ ფიქრის პროცესში გაჩნდა რომ რაღაცა ხوار გავუკეთებინა აი რაღაც აპარატი, რომელიც ფოტოს კი არა გიფს გადაიღებს და იმდენად მოგვეწონა ეს იდეა, რომ ვიცოდით დაახლოებით ამ ბრენდს ქონდა გამოყოფილი ამ მსგავსი აქტივობისთვის 5000 ლარი ბიუჯეტი და ჩვენ იმდენად დაგვენანა მოკლედ ეს იდეა მათთვის მისაცემად რომ უთხარით 15 ეს ვითომ მაშინ ძალიან ძვირი იყო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ვიცოდით რომ ეს ბრენდი ამ თანხას ვერ გადაიხდიდა და მოკლედ ნუ რა თქმა უნდა ამ ბრენდმა უარი გითხრა რომ არა გვაქვს მაგხელა ბიუჯეტიო და ზუსტად 980 ლარი დაგვიჯდა პირველი აპარატის აწყობა. რაღაც წავედით რუსთავში რაღაც რკინის იმაში დიზაინს არ ქონდა, ეს დავხატეთ რაღაცა. კუბოს ფორმის სტილი ის იყო და 100 კილო გამოვიდა, ძალიან ძიმე. ხო, აი, როცა არანაირი გამოცდილება არ აქვს, აი, ეგეთ შეცდომებს უშვებ და მე გიწევს ამის გაუმჯობესება. და პირველი რაც გავაკეთეთ იყო მაშინ ახლა ოფენიარი ახლოვდებოდა და ვთხოვეთ რომ აი რაღაცა გთხოვთ დავდგავთ უფასოდ თქვენს ლოგოს დავადებთ არაფერი თქვენი არ გვინდა უბრალოდ რომ გვაინტერესებს რა რეაქცია ექნება ხალხს და ოფენიარზე რომ დავდგით მაშინ სამდღიანი იყო და ნუ აი შორიდან ულიდა ხალხი რომ არ იცოდნენ რა იყო რაღაცა ჩვენვე ვიდექით ჩვენ ვიღებდით რაღაცა მოძრაობდით რომ რაღაცა მაგალითი გვეჩვენებინა და მოკლედ ამ ოფენიარის მეორე დღეს დაგვირეკა ჯაზ ფესტივალზე უნდათ კიფერის ქირაობა ერთ-ერთი დიდი ბრენდი იყო და კითხეს რომ რა დაგვიჯდებაო ჩვენ არც გქონდა ნაფიქრი რომ შეიძლება და ესე გაგვექირავებინა მე რაღაც 3 დღეში თუ 4 დღეში და ну რაღაცა ვითომ ნაფიქრი ფასი მოვიფიქრეთ რომ 450 ლარი რა რაღაც ეგეთი რომ აი ვითომ რაღაც გამოთვლილი ფასი არის რა და მაგრამ რაღაც ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი იყო სხვათა შორის დღემდე 450 ლარი ის გიფერი და მე იყო ეგეთი ამბავი რომ ჯაზ ფესტივალი იყო ჩვენთვის ერთგვარი ტრამპლინი ესე რომ ვთქვათ იმიტომ რომ მაგ დღიდან მოყოლებული გიფერი ყოველდღე გაქირავებული არის. ანუ არასდროს არ ყოფილა ისე რომ რაღაცა გიფერი არ ყოფილა გაქირავებული და ანუ ეს არის ერთგვარი გამართლება, თუმცა მან მდგომარეობდა შემდეგში მთელი ამბავი რომ ჩვენ ეს დავინახეთ იმ მომენტში რომ შესაძლებლობა ჰქონდა ამ ბრენდს, უბრალოდ თვითონ პროდუქტს და უარი ვთქვით რომ მათთვის მიგვეცა რაღაცა ასე ვთქვათ გაუბარიგეთ ესე რომ ვთქვათ და არ მივყიდეთ ეს აპარატი და ჩვენთვის გავაკეთეთ და ჩვენვე დავიწყეთ ამის წარმოება და ნუ მაშინ ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა თვითონ ბრენდს და ყველა მიცოდა ყველას უყვარდა და რაღაც ერთგვარი შევქმენით რა ტრენდი ესე რომ ვთქვათ ქართულ ბაზარზე და მგონია რომ ერთ-ერთი წარმატებული кейსი არის იმიტომ რომ არც ერთი grant-ი და არც ერთი თეთრი არ აგვიღია დაფინანსების სახით ან ყველაფერი ჩვენი არანაირი ინვესტიცია არ მოგვიზიდა ყველაფერი რაც თვითონ გამოიმუშავა ამ ბიზნესმა მოახმარეთ ამ ბრენდის განვითარებას. ფასი ახსენე. სწორად როგორ უნდა განსაზღვროთ ფასი, ეგეც მაინტერესებს, იმიტომ რომ შეიძლება აინტერესებდეთ ადამიანებს, როდესაც პროდუქტ შექმნიან, შემდეგ უკვე როგორ უნდა განსაზღვრონ ფასი სწორად. იცი რა არის, ძალიან რთულია მაგის განსაზღვრა განსაკუთრებით საქართველოს ბაზარზე, იმიტომ რომ ქართული აუდიტორია ძალიან პირდაპირ რეაგირებს ფასზე და მანდ თუ რაღაც არასწორად ასე ვთქვათ გამოხვედი როგორც ბიზნესი არასწორი ფასით გამოხვედი აი შეიძლება მაგან ძალიან დიდი გავლენა იქონიოს შენს ბიზნესზე შენს პროდუქტზე ხა ჩვენ შემთხვევაში არ არსებობდა კონკურენცია არ არსებობდა კონკურენტი რომელსაც შეგვიძლია გვეკითხა რომ აი აბა იმის ფასი რა არის იმიტომ რომ არსებობდა რაღაცა მოწყობილობები, რომელიც უბრალოდ რაღაც ხურდას აგდებდი და ფოტოს გიღებდა, ჯიხურები ესეთი, მაგრამ მსგავსი რო ღონისძიებებზე გაქირავებულიყო და ესეთი არ არსებობდა. შესაბამისად, ჩვენთვის უფრო მარტივი იყო, რომ რაღაც არ ვიცი, რომ გვეთქვა, რომ ეს მოწყობილობა ღირს 900 ლარი, ხო, ბრენდისთვის იქნებოდა 900 ლარი, ანუ ვერ შეადარებდა ვერაფერს ბაზარზე და ასე შემდეგ. ნუ ერთადერთი რასაც შევედარეთ, იყო საერთაშორისო ბაზარი, მსგავსი ტიპის მოწყობილობები, რომელსაც ძალიან დიდი
თანხა ქონდა და ერთი ივენთი შეიძლება $4,000-5,000 ყოფილიყო ღირებულება, მაგრამ ჩვენს რეალობასთან ძალიან განსხვავებულიყო. ჩვენ ხო ვიცით ახლა როგორია ეკონომიკური მდგომარეობა, ვის რისი საშუალება აქვს და ასე შემდეგ და ალბათ უფრო გამოვედით იქიდან, რომ ბრენდებისთვის იყო, ჯერ განსაზღვრეთ სეგმენტი, ვინ იქნებოდნენ ისინი, ვინც ამ მოწყობილობას იქირავებდნენ, თქვით, რომ არიან ბრენდები. ესე იგი, ბრენდებს იმის საშუალება აქვთ, რომ დაახლოებით $500 რეინჯში იქირავონ რაღაცა მოწყობილობა, ხო? მაგრამ ჩვენ სხვათა შორის მერე გვქონდა აი ფასის ნაწილზე დაახლოებით 1 წლის მერე რომ აი ბუმია და ყველგან გიფერი დგას გვირეკავენ და გვეუბნებიან რომ გვინდა გიფერის დადგმა ქორწილში და აი შიგნით თიმში იყო ის რომ არა ქორწილში გიფერი არ წავა და მან მე ვიყავი ადამიანი რომელიც ამბობდა რომ რატო ქორწილი წარმოიდგინე რამდენია ხო კაი ღონისძიება ხო კაი ღონისძიება შეიძლება იყოს შეზღუდული მაგალითად რამდენი ღონისძიება შეიძლება ჩაატაროს ბრენდებმა კორპორატულ და ასე შემდეგ მაგრამ ქორწილი ძალიან ბევრია მაგრამ შიში რატომაც ახლა ჩემი პარტნიორები რასაც ამბობდნენ ამ შიშის ნაწილში იყო რომ აი cool ბრენდია რაღაცა იმიჯი არ გაგვიფუჭდეს რომ აი ახლა ქორწილში რო წავთ მე ვიღაცემ არ თქვას რომ აი რაღაცა აი რა ქორწილებში დგას და რა გვინდა ახლა მაგის კირაობა ხო და მე დაიწყებთ cool ქორწილებში. ქორწილებს მივეცით სხვა ფასი, უფრო დაბალი ფასში, იმიტომ რომ მათთვის შედარებით ძვირი იყო ეგ თანხა მაშინ ყოველ შემთხვევაში. და ქორწილებში შესვლამ გამოიწვია ის, რომ ძალიან გაიზარდა კომპანია. იმიტომ რომ N რაოდენობით ქორწილები და მე ამას დაემატა ბანკეტები და მოკლედ სადაც კი ტაში იკვრებოდა ყველგან გიფერი იდგა და ეგ იყო ერთგვარი ის რომ აი ჩვენ საკუთარ ბრენდს არ მივეცით ეს რაღაცა ჩარჩოები. აი ჩვენ რო გვეთქვა რომ არა მხოლოდ კომპანიებისთვის არის ეს და მხოლოდ აი რაღაცა უფრო ქორწილებისკენ არ წავალთ, ალბათ რაღაც მალევე შეიზღუდებოდა ის რესურსი რაც მაშინ იყო. ეგ იყო ერთგვარი breakthrough ალბათ, ხო? წარმატება რასთან არის შენთან დაკავშირებული ეგ მაინტერესებს და რას მოაქვს წარმატება ეს არის შემთხვევითი რაღაც თუ ეს არის მიზეზშედეგობრივი რაღაც თუ ორივე შეიძლება იყოს წარმატება შეიძლება ბევრნაირად მოვიდეს ერთი შრომით თავარი რაც არის ხომ წარმატება შეიძლება ავიღოთ რაღაცა სპორტული ხო რაღაცა კარიერაში რომელიც შენი შრომით დისციპლინით მიიღწევა და ასე შემდეგ. წარმატება არსებობს როცა რაღაცა დაგეცემა პირობითად ვიწეხი, აი როცა რაღაცა გაგიმართლებს პირობითად, აი გიფერის შემთხვევაში ჩვენთვის წარმატება მაშინ იყო ის, რომ როცა აი ეს მოწყობილობა გამოვდგით ესე საჯაროდ და open-air-ზე, მაშინ დაამატა Facebook-მა GIF-ის play-ის ფუნქცია. ანუ ადრე იყო რომ უნდა დაგეჭირა რაღაც ცალკე ფანჯარა იხსნებოდა ხოლმე იმისთვის რომ GIF-ი გენახა და ზუსტად მაგ დღეს, როცა ჩვენ ეს მოწყობილობა დავდგით open-air-ზე, ეს GIF-ის ფუნქცია დაემატა Facebook-ს და იქვე ირთვებოდა GIF-ები. და ეს ჩვენი GIF-ებს რო აზიარებდნენ, ანუ იმდენად ლამაზად და კომფორტულად ჩანდა, რომ ძალიან ეფექტური იყო რა და ეს იყო გამართლება, რომელიც უბრალოდ დაგვეცა, ხო? ანუ ეს არც ჩვენი დამსახურება იყო, რაღაც Facebook-მა დაამატა ეს მახსოვს ერთი პერიოდი ძალიან ხშირად ხდებოდა Facebook-ზე გიფერის გიფები. კი, რაღაც სტატუსები ხდებოდა, რომ ვისაც არ გადაგვიღია სად ვიკრიბებით და რაღაც ანუ ეგეთი ისინიც, რომ აი ჰაიპი ქონდა მაგ მიმართულებას. და მეორე ნაწილი არის ის, რომ წარმატება მოდის მაშინ, როცა რაღაცა ძალიან გიყვარს და აი ერთი სული გაქვს რომ გააკეთო. აი მე ხშირად ქონია ხოლმე რომ აი თუნდაც აი ამ გიფერის შემთხვევაზე მახსენდება ერთი ადამიანი, ვისაც კონსულტაციისთვის დაურეკე და უთხარი რომ მეთქი აი ამ ესეთი რაღაცის გაკეთებას ვაპირებთ მეთქი და რას ფიქრობთ, რომ რჩევა მინდა, რას გვირჩევთ, როგორ დავიგეგმო ასე შემდეგ. მაგაზე მოთხოვნა არ არსებობსო და მაგის გაკეთებას აზრი არ აქვს, ყურად აღარჯავთ ფულს ბიჭებო. აი ესე რაღაცა დარიგება მომცადა. კარგი მეთქი, რავი რა უნდა, მაგრამ რეალურად მე რო ეს არ დავიჯერე და მაინც ჯიუტად გავაკეთეთ ეს ყველაფერი, მგონია რომ მაგაშიც არის წარმატება, რომ ჩვენს გარშემო არსებობენ ძალიან ბევრი შინაურები, ახლობელი ადამიანები, რომლებიც გვაძლევენ სულ რჩევებს, მაგრამ ეს რჩევები ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეგობრის იყოს, შეიძლება არ არის სწორი. ოღონდ ეს სწორი არის თუ არ არის სწორი, ვინ დაადგენს ამას თუ არ გააკეთე, ხო? ანუ შესაბამისად მგონია რომ თუ რაღაცის გჯერა წარმატებას მოიყვან შენ თვითონ. უნდა სცადო. აუცილებლად. კი ბატონო. წარმატება კარგია, მაგრამ წარუმატებელი გამოცდილებებიც გექნებოდა ალბათ. წამოწყებები. კი, რამდენიც გნებავთ.
მე მქონდა ეგეთი წარუმატებელი წამოწყება, რომელსაც შეიძლება არ დავარქვა, გააჩნია რა პოზიციიდან შევხედავ, მაგრამ ეგეც უბრალოდ ალბათ არ გამიმართლა და მაგიტომ პანდემია სანამ დაიწყებოდა გავხსენი ბურგერ ბარი. და გახსნიდან მეოთხე დღეს ლოკდაუნი გამოცხადდა და დავკეტეთ. და მოგვიწია ისე ონლაინ, ასე ვთქვათ, გამოძახებაზე გადასვლა, როცა საერთოდ არ იცნობდა ადამიანი ბრენდს. ანუ გაგებული არ ქონდა ხო რაღაც ახალი გაიხსენი და უცებ მომხმარს უნდა უთხრა რომ ჩვენგან გამოიძახი ხო და იქ მაშინ ის პერიოდი იყო რომ ძალიან სერიოზულ ბრენდებსაც კი რაღაცა დრო და რესურსის დახარჯვა დაჭირდათ რომ მომხმარებლებისთვის აეხსნათ რომ გამოიძახე, იმიტომ რომ მაშინ გამოძახების კულტურა ეგეთი, ასე ვთქვათ, გამჯდარი არ იყო ჩვენში რა, მაინც უფრო ფიზიკური რესტორნები უფრო კარგად მუშაობდა ხოლმე. თუმცა, პანდემიამ ხო ეგ კულტურა გააჩინა და გაზარდა და აი ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა მოკლედ ბრენდის ამუშავება დისტანციურად. ესე რომ ვთქვათ. მე იყო რომ რაღაც ტურისტულ ლოკაციაზე სპეციალურად გახსნილი ქონდა ეს ტურისტული ლოკაცია იყო რომელმაც არ გაამართლა, დავკეტეთ, მე ავიღეთ რაღაც უფრო სხვა ისეთი ადგილი, რომელიც წესით უნდა ყოფილიყო ხალხმრავალი ღვინის ქარხანაში და მე აღმოაჩინეთ რომ ღვინის ქარხანაში ხალხი საჭმელად კი უფრო დასალევად არის და რაღაც ანუ ბევრი მარცხი იყო რა ამაზე უფრო სწავლობდით რა და ეხა მესმის რომ ხანდახან რთულია და ეს სწავლა ძალიან ძვირი გიჯდება ადამიანს მაგრამ ის რომ შენ რაღაცა გააკეთე და არ გაამართა მე ბევრი ადამიანისგან მომისმენია რომ უთქვამთ რომ აი რავი ცადე და არ გაამართა და მე დავანებე თავი და ეხა სადღაც მუშაობ რა ჩემთვის რა თითქოს მოილიათ ამ ადამიანმა რაღაცა ცდები და ასე შემდეგ ანუ მე მგონია რომ შეიძლება ერთი და იგივე შეცდომა არ დაუშვა ადამიანმა მაგრამ თუ არ დაუშვი ეს შეცდომები თუ არ დამართა კისერი თუ არ წაიმტრიე ვერასდროს ვერ მიხვდები რაღაც განსხვავებას რა ანუ რა იყო კარგი და რა ცუდი. ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესში განსაკუთრებით რომ არასწორი გადაწყვეტილებებიც მიიღო ხანდახან რომ მიხვდე რომ იქ იმ მინდორზე აღარ გაიარო მეორედ. ან ისე გაიარო რომ აღარ გეტკინოს. და ბევრი დეტალია რა და აი პირიქით მარცხი ბევრ ამას გვასწავლის და მე უფრო გეხმარება გაზრდაში. კრაკენზეც გვითხარი 1-2 სიტყვა, იმიტომ რომ ძირითადად გიფერზე ველაპარაკეთ. აი სახელი მაინტერესებს პირველ რიგში საიდან გაგიჩნდა სახელი კრაკენის იდეა. 14 წელია რაც ბაზარზეა. კომპანიებს ვეხმარებით და აქედან ამოვალ ნეიმინგის წარმომავლობაზეც. კომპანიებს ვეხმარებით ზოგადად ციფრული არხების მიმართულებით გვაქვს ასევე რაღაც კამპანიების მიმართულება, ბრენდინგის მიმართულება და ასე შემდეგ ეს ოდითგანვე ჩვენ და მე თავიდანვე ძალიან მიყვარდა ეს მიმართულება, თუნდაც ვარჯიშიდან რომ ბრუნდებოდი ხოლმე, ბლოგებს ვაკეთებდი და რაღაც ანუ ჩემი ჰობი იყო ერთგვარი და მაქედან გამომდინარე გადავედი ესე რომ ვთქვათ მაგ მიმართულებით და გავაკეთეთ კომპანია და ძალიან ბევრ ბრენდს ვემსახურებით დღემდე და ძალიან დიდი პორტფელი გვაქვს ამ მიმართულებით. კრაკენი საიდანაც მოდის არის მითოლოგიური პერსონაჟი რომელსაც მაშინ იძახებენ როცა უჭირთ. და ჩვენც ვიფიქრეთ რომ ჩვენთან ბრენდები მოდიან მაშინ როცა უჭირთ და დახმარება სჭირდებათ და რაღაც ეს კრაკენი ეს ხო რაღაცა საცეცები აქვს ბევრ საქმეს ერთად ვაკეთებთ და რაღაც თითქოს ძალიან ახლოს იყო ჩვენ შინაარსთან. კიდევ ამას ემატებოდა ის რომ დამფუძნებლები მე და ჩემი პარტნიორი თორნიკე ტურიაშვილი ორივე წყალბურთელები ვიყავით და წყალთან ძალიან ახლო კავშირი გქონდა და ეს კრაკენი ძალიან მოგწონდა მოკლედ ამ მიმართულებით და გადავწყვიტეთ რომ ასე რომ ვთქვათ ბრენდები რო დაიძახებენ release Kraken რაღაც ჩვენ მივსულიყავით და დავხმარებოდით მოკლედ მათ რაღაც ეგეთი ისტორია გვაქვს კრაკენთან მიმართებით. კი ბატონო, მაშინ მარკეტინგზე გადავიდეთ. მარკეტინგის ინტერესი როდის გაჩნდა შენ ცხოვრებაში? მარკეტინგის ინტერესი პრინციპში აი როგორც თქვი, ანუ წყალბურთის პარალელურად ჩემი ჰობი იყო რაღაცა ინტერნეტში რაღაცები ძიება, რაღაცები და აი მან შემოვიდა უფრო ჩემს ცხოვრებაში, როცა რაღაცა ბლოგებს ვაკეთებდი, რაღაცებს ვწერდი, მე რაღაც ადრე არ იყო ესე სოციმედია, ესე განვითარებული, უფრო რაღაცა ბლოგოსფერო იყო უფრო მეტად აქტიური და რაღაც შეკრებები იყო ხოლმე, იქ რაღაცა ვიკრიბებოდით, რაღაც ერთმანეთის ბლოგებზე საუბრობდით და ასე შემდეგ და მე უკვე როცა ეს სოციალური ქსელები აქტიური გახდა, აი Facebook-ი უფრო მეტად წინ წამოვიდა და
კომპანიის page-ები გაჩნდა, უკვე მათი კომუნიკაციები დაიწყო, უკვე რაღაცები შემოდიოდა. აი, მანდ უკვე მივხვდით, რომ ეს სფერო ვითარდებოდა და ჩვენ ვიყავით სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით უნდა ყოფილიყვნენ და აი მაქედან მივყევით დინებას რა, ზოგმა სააგენტო გააკეთა, ზოგი რაღაც კონკრეტულ კომპანიაში წავიდა უშუალოდ სამუშაოდ და ასე შემდეგ. რაღაცა ეგრე გავნაწილდით ეს რო ვთქვათ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ რომელსაც ბლოგერები გვერქვა ეს ერთი სიტყვით. და თვითონ მარკეტინგი არის მე რა პერიოდშიც დავიწყე, მე უნივერსიტეტში არ მისწავლია ეს კი როგორც საგანი შეიძლება გქონდა, მაგრამ ჩემი პროფესია, ასე რომ ვთქვათ, პირველადი არის ტურიზმის მენეჯმენტი, მეორადი არის ფილოსოფია, იმიტომ რომ მიყვარდა ეგ მიმართულება და რაღაც ავირჩე, თუმცა ესე გადაწყვეტილი არ მქონია, რომ რაღაც აი მარკეტინგის მიმართულებით მე უნდა რაღაც განვითარდე. უბრალოდ საქმე რაც მე დავიწყე აი იქ ვისწავლე ეს ყველაფერი რა, იმიტომ რომ კრაკენშიც ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც მუშაობდა დაარსების დღიდან ერთმანეთი გავზარდეთ რა, ჩვენ არ გქონია იმის პრეტენზია რომ ყველაფერი ვიცით და აბა ისინი ვართ რა რაღაც ღმერთები და გურუები არა პირიქით ანუ ხო ანუ ჩვენ ვიყავით აი საცეცები რომლებიც ერთმანეთს ვაძლიერებდით და ერთმანეთს ვასწავლიდით და დღემდე ეგრე არის ანუ ჩვენ კარგად იმიტომ გამოგვდის საქმე რომ არის გუნდი და მუშაობთ გუნდურად და ვავსებთ ერთმანეთს იმიტომ რომ მე ხა დღემდე მაქვს 15 წლიანი გამოცდილება ამ მიმართულებით ამ ინდუსტრიაში და ჩემი გამოცდილება რაც არის ავსებს სიტყვაზე სხვა ადამიანს შეიძლება იყოს ეს art დირექტორი, დიზაინერი, კოპირაიტერი, რომელმაც შეიძლება მე მასწავლოს რაღაცა და მე დღესაც შემიძლია რომ რაღაცები ვისწავლო რა რაღაც აი ეგ ერთგვარი ასე ვთქვათ ესეთი სისტემა გვაქვს მუშაობის რა და ეს მიმართულება ზოგადად მარკეტინგი არის სფერო სადაც მე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. აი მე მქონია ბრენდებთან შეხება როგორც კონსულტანტის სახით რომ მიმუშავია ბრენდებთან და რაღაც მათთან ერთად მქონია გადაკვეთები და ძალიან მიყვარს რაღაც კონკრეტული გადაჭრების პოვნა, კონკრეტული ინსაიტების პოვნა, ხო? მარკეტინგი რა არის, რომ რაღაც შეიძლება რაღაც კონკრეტული პრობლემური кейსი გქონდეს და ისეთი გადაჭრა უპოვნო, რომ რაღაც მილიონობით ადამიანი საუბრობდეს მეორე დღეს ამ კამპანიაზე, ან თუნდაც იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც მარკეტინგი მიიღებს და ეს არის რაღაცა ერთგვარი თამაშივით და ჩემში ძალიან დიდ ინტერესს აღწრავს რა და ალბათ რაღაც დროს როცა ხო არის რომ ადამიანები რაღაც გადაწყვეტილებს იღებენ რომ აი მე აღარ მაინტერესებს მარკეტინგი და ეხლა მაინტერესებს არ ვიცი რაღაც სხვა მიმართულება ხო ალბათ რაღაცა ეგ პროცესები თავისით ხდება როცა წლები გადის მაგრამ მე ხა რა ეტაპზეც ვარ ეგ შემოქმედებითი წვა დღემდე მიმდინარეობს ციფრულ სამყაროში ამ ტრანსფორმაციის ეტაპზე ყველაფერი იცვლება თითქმის აბსოლუტურად. მარკეტინგი როგორ იცვლება და რა მიმართულებით ვითარდება? კი, იცვლება ძალიან სწრაფად. თან მე ხშირად მქონია ხოლმე შემთხვევა, რომ აი მაგალითად ლექციაზე როცა ბავშვებს ვასწავლი რაღაცას და მინდა რომ რაღაც ვაჩვენო, ერთი ლექციიდან მე ხო არა რაღაც შეიძლება ერთი კვირა იყოს განსხვავება, უკვე ისი არის შეცვლილი ხოლმე ინტერფეისი, ხანდახან მეც მქონია ხოლმე რომ უი აქ რო შევსვრო ეს რა ხდება, ეს რა არის, ხა რატო დამხვდა სხვა რაღაცა რა, იმიტომ რომ სულ მუდმივად განახლებადი არის, სულ ახალი რაღაცეები, თუნდაც აი დიჯიტალის მიმართულებით, ხო ტექნიკური ნაწილი რო ავიღოთ მარტო მაქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რაღაც ახალი შესაძლებლობები რჩება და ჩდება და მოკლედ იძულებული ხარ რომ სულ up to date იყო. შენ თუ ერთი წამით, აი ხა მე რო ავდგე და ერთი კვირა საერთოდ არაფერი აღარ გავაკეთო და ან არ ჩავიხედო, ან არ შევხედო და ასე შემდეგ, აი ჩამორჩები ძალიან ამ ყველაფერს რა. და მეორე არის ხა დღევანდელი რეალობა, ხო, რაღაც ეს ძალიან hype-ში არის ეს AI და ხელოვნური ინტელექტი და მთელი ამბები, ხო? მანდაც რაღაცა მგონია რომ ერთგვარ ტყვეობაში ვართ რა. ეხლა ძალიან hype-ია, რომ ყველა ერთმანეთს ეუბნება, რომ თუ არ დაეწიე AI-ს თუ ჩამორჩი შენ ვეღარ გადარჩები და რაღაცა. ეგრე არ ვფიქრობ, სიმართლე რომ გითხრა, მაგრამ მგონია რომ ვინც არის ამ ინდუსტრიაში, ოკეი, ანუ მათთვის ალბათ აუცილებელია რომ იყოს რაღაც დააპდეიტებული და ეცნობოდეს თუნდაც art დირექტორები, დიზაინერები, არ ვიცი, კოპირაიტერები, რომ მილიონაერი თული გამოდის, რომ შენ გაგიმარტიო სამუშაო პროცესი, მაგრამ არ არის აუცილებელი ყველა ადამიანი მიაკვტეს ამ ხელოვნურ ინტელექტს რა, ანუ რავი. თუმცა რაღაც არსებობს და შექმნებაც არის მასშტაბით. ჩემი დაკვირვებით ბოლო პერიოდში, როცა რამე კითხვა ჩნდება,
მაშინვე ჩნდება პასუხად ვკითხოთ ChatGPT-ს. ოკეი. ვკითხოთ. ამაზე რას ფიქრობ? არ ვიცი, რავი, ერთგვარი მგონია რომ მაინც რაღაც დროის მერე ეგრე აღარ იქნება რა. გაჩნია ხა რა მიმართულებაზე ვსაუბრობთ რა ხა. რავი, ორი ადამიანი რო საუბრობთ და ჩვენი აზრი გაგვაჩნდეს ხო შეიძლება, ხო კარგია რომ საკუთარი აზრი გაგვაჩნდეს და რაღაცა მე ჩემი სიმართლეს ვამტკიცებ და თქვენ სავს პირობითად, მაგრამ ხა ყველაფერზე GPT გქონდეს გახსნილი და რაღაცა არ მგონია რა, ეგ სწორი და ალბათ რაღაც დროის მერე მოუღლით მაგას და დავანებებთ თავს, მაგრამ ხა ისე ვითარდება, თუნდაც აი პირობითად GPT რო ავიღოთ ხო, რაღაც ერთი მიმართულება. ისე ვითარდება, რომ საქმეში ძალიან ბევრ რაღაცას გვიმარტივებს და ძალიან კომფორტული ხდება და პირიქით, როცა შეგეძლო რაღაცა ერთი კვირა გეწერა, შეიძლება რომ ნახევარ საათში გქონდეს რაღაც კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით რაღაცა კვლევა და იმას დაეყრდნო და აი ხა მაგალითად სააგენტოში კამპანიებზე მუშაობის დროს რისერჩის ნაწილში ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. აქამდე რო იყო რომ copywriter-ს დიდი რისერჩი უნდა ეკეთებინა, ეხა შეიძლება ერთ დღეში იმ კონკრეტულ თემაზე უკვე ძალიან დიდი რისერჩი მიცეს ხელოვნურმა ინტელექტმა და ამ გისწრაფებს პროცესებს რა. მაგრამ ყველაფერში რო GPT-ზე ვიყო დამოკიდებული, მე რაღაცა addiction-ი არის ხო, ერთგვარი, რომ მე როგორც აი სოციალურ ქსელებზე ამბობ რომ დამოკიდებული, ეგრე შეიძლება გახდე და უკიდურესობა ალბათ ყველაფერს აქვს რა და რავი ჩვენ თვითონ ადამიანებმა უნდა დაუწესოთ ზღვარი საკუთარ თავს, რომ ამა რა დონეზე რას გამოვიყენოთ. იმიტომ რომ მე შეიძლება იმდენად მიეჩვიო, რომ რაღაცა რაშვები როგორ ხარ რო კითხავენ GPT-ს კითხავ და გეტყვი. როგორ უპასუხო ამ კითხვაზე? შენ რამდენად ხშირად იყენებ ან როგორ იყენებ, ეგეც მაინტერესებს, იმიტომ რომ საინტერესოა ხოლმე ადამიანები როგორ მე ძალიან ხშირად ვიყენებ. იმიტომ რომ მე ამის გარდა გავაკეთე AI based კომპანია, რომელიც უშუალოდ ბიზნესებს ამ კონკრეტულ solution-ებს თავაზობს კონკრეტულ პრობლემებზე დაფუძნებით და მიწევს რომ ყველაფერი ასე ვთქვათ მე ის ადამიანია რომელსაც რაღაცა ვალდებულებასავით აწევს რომ რაც კი ახალი გამოდის ყველაფერში იყოს ჩახედული და თითქმის ყოველდღიურ სამსახურშიც აქტიურად გამოვიყენებთ ხოლმე და პირიქით მე ძალიან მოუწოდებ ჩემ თანამშრომლებს, თუნდაც დიზაინერებს, თუნდაც copywriter-ებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი თავიანთი საქმის ასაჩქარებლად. მე ის არ ვარ, რომ აი ჩაგანაცვლებთ და რაღაცა, მაგ იმას არ მიყვები. პირიქით, რაც უფრო კარგად იყენებს ადამიანი მაგას, მით უფრო პროდუქტიული შეიძლება გახდეს. მარკეტინგს აუბრუნდეთ, რამდენად ძლიერი იარაღია მარკეტინგი ადამიანის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად და ხომ არ ფიქრობ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მარკეტინგულმა სტრატეგიებმა შეიძლება გამოიწვიოს თუნდაც ოვერკონსუმერიზმი, რასაც უწოდებენ ჭარბი, მაგალითად მოხმარება, ისეთი რამის მოხმარება, რაც რეალურად შეიძლება არ სჭირდებოდეს საერთოდ ადამიანს. ხო, არ ვიცი, მაგას ორი მხრიდან შეიძლება შევხედოთ. ბიზნესის მხრიდან თუ შევხედოთ, ამაში ცუდი არაფერი არ არის, პირიქით და მარკეტინგი იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებს მივაღებინოთ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები და ადამიანებს ეგონოთ, რომ თავიანთი გადაწყვეტილებებია და სინამდვილეში ამას ძალიან დიდი შრომა უდევს წინ ხოლმე ბრენდის მხრიდან, იმიტომ რომ რაღაც ქვეცნობიერში ილექება ხოლმე ძალიან ბევრნაირი ინფორმაცია და მე მქონია ეგეთ შემთხვევა, რომ საკუთარი თავი, ასე ვთქვათ, დავიჭირე ეგეთ მომენტში დამავალეს რაღაც რძის პროდუქტების რაღაც ყიდვა და ესე დიდად არ ვიყავი გათვითცნობიერებული და რომ მივედი ამ დახთან ეს რაღაც მილიონაირი პროდუქტი რო იყო რაღაცა ერთზე შევარჩერი არჩევანი და მეგონა რომ აი მაგარი რაღაც ავირჩი, მაგრამ სინამდვილეში მე აღმოვაჩინე რომ ძალიან ბევრ ადგილას მქონდა ეს ბრენდი ნანახი რა და უბრალოდ მაგედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და თუმცა ალბათ გათვითცნობიერებული ადამიანი კიდევ უფრო რაღაცნაირ სხვანაირ რისერჩსაც მიმართავდა რომ რაღაცა შეხედავდა, წაიკითხავდა რაღაცა ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ალბათ ეგ არის რასაც ბრენდები აკეთებენ, ხო? ანუ გარდა იმისა, რომ ლოიალური მომხმარებელი როგორ იქცევა და მეორე არის ასე ვთქვათ ადამიანს პირველი შემხებლობა აქვს შენს ბრენდთან და როგორ მიაღებინებ გადაწყვეტილებას, ხო? ანუ ის რომ მილიონ ადგილას ბილბორდი გვხვდება, ხმა გვესმის, გადავაადგილდებით, რაღაც ფერებს ხედავთ, ანუ ეს ყველაფერი რაღაც დონეზე ჩვენზე გავლენას ახდენს. და ის რომ მაგალითად ბრენდები ისეთ პროდუქტებს ასე ვთქვათ გვაჩვენ, რომელიც შეიძლება ესე არ გჭირდებოდეს, მაგრამ მე რაღაც ერთგვარი სტილის განსაზღვრელია, რაღაცა შენს არ ვიცი, რაღაც პრემიალურობას განსაზღვრავს თუ ხას უსმევს, ანუ ეგეც კომუნიკაციის შედეგი არის რა და შეიძლება ვთქვათ, რომ არ ვიცი, ცუდი და მომაკვდინებელი ალბათ არ არის, რაღაც თუ რაღაცა კონკრეტულ პროდუქტებზე არ წავალთ, მაგრამ
მგონია რომ ეგ არის რასაც აკეთებენ მარკეტერები, ხო? ანუ რისთვისაც ვშრომობთ და ვიხვწვით რომ რაღაცა ქცევები შევცვალოთ და ქცევის შეცვლა მარკეტერისთვის ერთ-ერთი ყველაზე კაი კრედიტი არის. ზღვარი თუ არსებობს, რომ ეს კონკრეტული მარკეტინგული მიდგომა იყოს მორალური თუ ეს არის უშუალოდ ალბათ ინდივიდუალურია. ეხლა მე ხა რაღაც გამახსენდა, შეიძლება იყოს რაღაცა გემბლინგის მიმართულება პირობითად იყოს რაღაცა მიმართულება, რომელიც ადამიანისთვის არის ისეთი, რომ აი არ უნდა იმ კონკრეტულ პროდუქტზე მუშაობა და ეს ალბათ უფრო ინდივიდუალური საკითხია, თორე დღევანდელი გამოსახედიდან რო შეხედოთ, რავი, სად გადის ზღვარი და სად არა, ამას ვერავინ ვერ გაიგებს ალბათ. კი ბატონო, გაყიდვები მნიშვნელოვანია ბრენდისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შექმნას ლოიალური მომხმარებლების ბაზა. ეს როგორ უნდა მოახერხოს, როგორ ფიქრობთ, თან გაყიდოს პროდუქტი და თან ჰყავდეს ერთგული მომხმარებელიც. იცი რა, ეხლა რო პირველი რაც გამახსენდა, ეს ის არის, რა ქვია, გიფერის кейსი გამახსენდა, ეხლა ჩვენ აზუ სეილები არ ყოლია შიგნით კომპანიაში. მაგრამ ვიტყოდი რომ ალბათ ხარისხზე არის ძალიან დიდი წილი დამოკიდებული რა რამდენად კარგ სერვისს მისცემ, პროდუქტს მისცემ, რომ ის ადამიანი დატო აყოფილი და მიიღოს ის რის მოლოდინის ქონდა და უფრო მეტიც და შეაყვარო შენი პროდუქტი და მე არის უკვე ბრენდის კომუნიკაცია, რომ შენი ბრენდის ღირებულებებით იმ ადამიანთან ახლოს მიხვიდე და სწორად ქონდეს შენი სეგმენტი დაჭერილი, იმიტომ რომ ცუდი პროდუქტით კი შეიძლება რაღაც დონეზე ქონდეს რაღაცა ჰაიპი, მაგრამ გრძელვადაში ძალიან რთულია, რომ ეს შეინარჩუნო რა ეს მიმართულება და ალბათ თვითონ სერვისზეც და პროდუქტზეც არის რა დამოკიდებული, იმიტომ რომ მე მახსენდება რაღაც კომპანიები, რომლებიც სეილებით მოსულა დღემდე და სეილი არის მათთვის ძალიან დიდი მამოძრავებელი მიმართულება რა და ეს მგონია რომ მაინც ერთმანეთს ცალ-ცალკე მაინც არ განვიხილავდი რა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრ ბრენდთან მარკეტინგული კამპანიები გაგვიზომია სეილით, გაგვიზომია ხო რაღაც awareness-ით მაგალითად, brand awareness-ით და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ბიზნესისთვის ხო მაინც ციფრები არის რა, ანუ კი შეიძლება მე არ მახსენდება ეგეთი ბრენდი, რომელიც უყვართ და არავინ ხელს არ კიდევს იმ ბრენდს. ვერ ვიხსენებ უბრალოდ რა, რომელსაც არავინ არ იყიდის. მაგრამ ნუ მგონია რომ მაინც უფრო დასინქრონიზებულია ყველაფერი რა. ციფრების მიღმა შენი აზრით რა არის მთავარი ღირებულებები, რასაც უნდა ეფუძნებოდეს ბიზნესი? თუ არსებობს ასეთი ცხადია. არ ვიცი, ხა მაგაზე როგორ გიპასუხოთ რა, ციფრების მიღმა ღირებულებები? ხო, მთავარი შეიძლება კომპანიისთვის მოგება არის, მაგრამ იცი რა, ციფრები არის განსაზღვრელი როგორ მიდიხარ, ჩემი აზრით, გრძელვადაში, ხო? ანუ რამდენად სწორად მიდიხარ, რამდენად იზრდება ბრენდი, რამდენად სწორად მიდის შენი კომუნიკაცია და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერს საბოლოო ჯამში ეგ განსაზღვრავს რა. ეხლა ჩვენც არაერთი კამპანია გავიკეთებია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ციფრებით შეგვიფასებია რაღაცეები, ხო? ანუ ერთი არის რაღაც კი ვირუსულობაში აფასო რაღაც რომელიმე კამპანიის, მაგრამ მეორე არის მე საბოლოო ჯამში ბექში რა ციფრები მოაქვს ამ კომუნიკაციას, ამ კამპანიას და ალბათ ნუ ეგ მთავარი ინდიკატორია ყველაფრისთვის და ყველაფრის აზომი არის. დისტანციური მუშაობის ფორმატზე რას ფიქრობ? ან 4 დღიან სამუშაო კვირაზე, რომელზეც უფრო და უფრო აქტიურად უფრო სწორად ლაპარაკობენ ბოლო პერიოდში? კრაკენში გვაქვს ესეთი 4 შაბათი დღე დისტანციურად. თუმცა პანდემიის დროს სრულად დისტანციურ რეჟიმზე ვიყავით და მოკლედ ცადეთ ეგ მოდელი, თუმცა ჩემთვის და ნუ ჩვენი ტიპის ბიზნესისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ეგ და გვირჩევნია რომ უფრო ფიზიკურად ერთ სივრცეში ვიყოთ ხოლმე და ეგრე ვიმუშაოთ, იმიტომ რომ აი როგორ რაღაცა იცი, აი რომ რაღაც შეიძლება თანამშრომლზე გინდა რაღაცის გადაძახება, ხო განსაკუთრებულად როცა დიზაინერი მუშაობს, არ დირექტორი ყავს იქ რაღაცა სულ პატარა ედიტია, პატარა რაღაცა მინიშნება უნდა მისცეს და ასე შემდეგ და ძალიან ცოცხალი პროცესი არის რა და აი კრეატივიც ეგეთია, რაღაცა ბრეინსტორმინგობთ იქ ერთი რაღაც იდეა სიტყვის, მეორე გააგრძელებს და რაღაც შეიკურება ის კონცეფცია პირობითად. კი, შეიძლება რაღაცა დაწერო სახლში მაგალითად, შეადგინო, გააგზავნო, წაიკითხოს მეორე ადამიანმა, მაგრამ ეს იმდენად ცოცხალი პროცესია, რომ ჩვენთვის ცოტა რთულად წარმოსადგენი არის მაგ მოდელზე სრულად გადასვლა. 4 დღიანი ოკეი შეიძლება და მივესალმები. მე ევროპულ გამოცდილებისკენაც გადავიხრებოდი და ვიტყოდი, რომ
იდეალური იქნებოდა რო იწყებოდა სამსახური 8-ზე, 7-ზე პირობითად დილით და ეს კულტურა არსებობდეს, იმიტომ რომ ტვინი ბევრად მაგრად მუშაობს დილით და თუ არ ვიცი საქართველოს ამდენ მოხერხებად იქ, მაგრამ თუ სხვა ჩვენ ვართ დამოკიდებული სხვა კომპანიებზე. ჩვენ ახლა მაგალითად რომ დავიწყოთ დილი 7 საათიდან მუშაობა, ფიზიკურად ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ დამოკიდებული ვართ ბრენდი, იქიდან რას გვეტყვის, რა მითითებას მოგცემს, რა დავალებას მოგცემს და ყველა კომპანია მუშაობას იწყებს 11 საათზე ან 10-ზე. და ფიზიკურად ვერაფერს ვერ იზავ რა მაგამდე და ამიტომ მგონია რომ ჩვენი განმოსახენა რო შევხედოთ, თვითონ ბაზარზე ვართ დამოკიდებული და სხვა კომპანიებზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ 4 დღიანი სამუშაო კულტურაც საინტერესო არის თუ რა თქმა უნდა სხვა ბრენდებიც გადავიდოდნენ, ჩვენც გადავყვებოდით მაგ მოცემულობას რა, იმიტომ რომ ჩვენ რადგან სერვის სააგენტო ვართ და სერვისს ვწევთ სხვა ბრენდებისთვის, ფაქტიურად ის კომპანია რა რეჟიმითაც მუშაობს, ჩვენც იმ რეჟიმით გვიწევს მუშაობა. პირობითად ქონია შემთხვევა, რომ ყოფილა ბრენდები, რომელიც შაბათსაც და კვირასაც რაღაც აქტივობებს მოითხოვდნენ და მათთან ძალიან გაგვიჭირდა ურთიერთობა, იმიტომ რომ ფიზიკურად ჩვენ ვერ ავყევით მაგ დინამიკას რა და ალბათ, ბაზარი როგორც გვიკარნახებს, მაგრამ თუმცა ჩემი სურვილი არის, რომ ყველაფერი შესაძლებელი არის. თუ რა თქმა უნდა, ახლა 4 დღიანი ნახეთ ხო რა სხვადასხვა ქვეყნებში ფაქტია დაინერგა და მუშაობს და ხალხი ბედნიერია ალბათ. პოდკასტებსაც აკეთებ ხო? როგორც ვიცი, ედ-თოქი შეგიძლიათ გამოიწეროთ ასევე. კი ბატონო, აი აქ ამოვან თუ როგორ ვაკეთებ. როდის და რატო გადაწყვიტე პოდკასტის დაწყება? იცი რა არის? იმდენად მიყვარს მარკეტინგული პროცესები და იმდენად საინტერესო არის მის მიღმა რაც ხდება, არ არსებობდა ჩვენს ინდუსტრიაში ესეთი, არც პოდკასტი არაფერი მსგავსი, სადაც შემოქმედებით პროცესზე იქნებოდა საუბარი. ერთი არის რომ რაღაცა ხედავთ ხოლმე რომ გამოვა რაღაც კონკრეტული რეკლამა, კონკრეტული რაღაც კომუნიკაცია და რაღაც შევაფასებთ ხო, ან კარგია, ან ცუდია, ოკეი, მაგრამ იმის იქით რამდენი რაღაცა მოხდა, რამდენი სისხლი დაიღვარა, რამდენმა ადამიანმა იმუშავა, ეს ყველაფერი ხო ბევრმა ადამიანმა არ იცის რა. ამას წინათ იყო რაღაც ეპიზოდი, სადაც საუბრობდით უშუალოდ ხმაზე და გახმოვანებაზე, რომ რამდენ საფეხურს გადის იმისთვის, რომ უბრალოდ კარგი ხმა გაიგო რეკლამიდან. ხო, კარგი დიალოგი გაიგო, სწორად გესმოდეს და ასე შემდეგ და იმდენი პროცესი არის, რომ ვიფიქრე საინტერესო იქნებოდა ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეხლა იწყებენ მარკეტინგულ, ასე ვთქვათ, სწავლა-განათლებას, უნდათ ამ ინდუსტრიაში შემოსვლა და რაღაცა ერთგვარი მე ესე ვეძახი, რომ ჩვენი ინდუსტრიისთვის უფრო მეტად არის ეს პოდკასტი, იმიტომ რომ ფაქტიურად ეგეთი ადამიანები უფრო უყურებენ რა, არ არის უფრო რაღაცა საზოგადოებრივი, სადაც შეიძლება მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრობდეთ ან რაღაც ეგეთი რა. აქ უფრო არის კონკრეტულად მარკეტინგული кейსების გარჩევა, რა იყო ინსაიტი, როგორ აღასრულა სააგენტო და ფორმატი გვაქვს ესეთი, რომ აუცილებლად ყავს შემკვეთი და შემსრულებელი, ბრენდი ყვება, როგორ მივიდა იმ კონკრეტულ დავალებამდე, როგორ გაუზიარა სააგენტოს, სააგენტო ყვება ეს დავალება, როგორ ამოხსნა, რა ინსაიტები იპოვა, როგორ გადაჭრა, რა რეკლამა გადაიღო და მერე ბრენდი და სააგენტო ერთად საუბრობს რა შედეგებამდე მივიდნენ. იმუშავა იმ კომპანიამ თუ არ იმუშავა იმ კომპანიამ და რაღაც საინტერესო ფორმატი გამოვიდა რა და იმედი მაქვს რომ ესე გავაგზავნთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად მიდივართ, ჩვენი ინდუსტრიის წარმომადგენლებიც აქტიურად უყურებენ და დადებითი ფიდბექი მესმის. ერთ-ერთი ცუდი რაც არის და რასაც ვერაფერს ვერ უშვები, არის ის რომ ძალიან ბევრ უცხო სიტყვას ვიყენებთ ამ ინდუსტრიაში და ფიზიკურად მაგაზე ვერაფერი ვერ მოვიფიქრე რა შეიძლება გავაკეთოთ. რამდენ გამომწერზე ხართ? YouTube-ზე ვართ ძალიან 1000-მდე გამომწერი არის დაახლოებით, ცოტა გამომწერი ყავს, თუმცა ჩვენ ყველა პლატფორმაზე ვშლით რა, სხვადასხვა შორტებად ვჭრით და ასე შემდეგ და რაღაც ჩემდა გასაკვირად Instagram-ი არის ყველაზე უფრო აქტიური, იმიტომ რომ იქ რაღაცა inbox-იც ძალიან აქტიურია და წერენ რაღაც სხვადასხვა კომპანიებს გვილინკავენ და ასე შემდეგ რა, რომ შემდეგი ეპიზოდი ამაზე გააკეთეთ და ასე შემდეგ. იქ უფრო აქტიურობა მივხვდით იმისა, რომ მე ესე YouTube
თან პირველადი შეხება ამ პოდკასტით მქონდა ესე აქტიურად YouTube-ის პლატფორმასთან არ ყოფილვარ და რამოდენიმე ყავდა YouTuber-ებიც სტუმრად და მათგან რაღაც რჩევებიც მივიღეთ და მოკლედ მაგ პლატფორმას ეხავ ავითარებ რა. თუმცა, ეს უფრო რაღაც awareness-ზე ორიენტირებული პროდუქტი არის, რომელიც უშუალოდ ეხა სხვათა შორის networking Georgia-ს ღონისძიება იყო და იქ იყო ჩვენი პოდკასტები რაღაც ერთგვარი პარტნიორობის სახით იქ თვითონ ღონისძიებაზე იწერებოდა ხოლმე და ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩვენთვისაც, იმიტომ რომ ესე რაღაც არ მოველოდით, რომ ვიღაცა შეიძლება დაინტერესებულიყო და რაღაც ჩვენთან კოლაბორაცია გაეკეთებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არც დიდი რაოდენობის ფოლოვერები ყავს და არაფერი. უბრალოდ, ეს გამოიწვია იმავე, რომ ბაბლის პოდკასტი ვარ და ეს ზუსტად ის ბაბლია, რომელიც ქმნის სხვადასხვა აქტივობებს მარკეტინგულს და მან ალბათ მასე მოვხვდით ესე რომ თქვა და სხვადასხვა ძალიან საინტერესო პოდკასტები ჩავწერეთ და იმედი მაქვს რომ მალე დადებენ და შეიძლება მაყურებელს ხილვა. მომგებიანი თუ შეიძლება იყოს საქართველოში პოდკასტი. როგორ ფიქრობ? მომგებიანი არის თუ არა პოდკასტი ალბათ ეს უფრო დიდ მე პოდკასტებს უნდა ვკითხოთ ფინანსურად რამდენად მომგებიანია, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა რომ ჩემთვის ეხა პირადად ეს პოდკასტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, იმიტომ რომ ერთი საუბრობ საერთოდ ყველა კამპანიაზე, რაც კი საქართველოში კეთდება და ძალიან ბევრ დეტალს ვიგებ და მე თვითონაც ბევრ რამეს ვსწავლობ. მეორე ის რომ ხდება უფრო ვინც აი სტუდენტები ვინც არიან დაინტერესებული ამ მიმართულებით და რამოდენიმე აუდიტორიას ფარავ, რომელიც სხვადასხვა ბიზნესისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. მე არ ვიკვე რომ ის კონკრეტული ბიზნესები შენთან რამდენად ასე ვთქვათ სპონსორშიპს აკეთებენ თუ ასე შემდეგ, რა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც სპონსორებზე ხარ დამოკიდებული რა, პროდუქტი როცა გაქვს, მნიშვნელოვანია ყავდეს გენერალური სპონსორი, სხვადასხვა პარტნიორები და ასე შემდეგ და პირველი რაც უნდა გააკეთო არის ის, რომ რა ეტაპზეც ახლა ჩვენ ვართ, რომ ბიზნესებს დავანახოთ, რა აუდიტორია გვყავს, რა აუდიტორიას ვემუშავებით, ვინ გვიყურებს, ვინ რეაგირებს ამ კონტენტზე და შემდეგ უკვე შესაბამისი აუდიტორია, ვისაც აინტერესებს, ეგეთი ბიზნესი მოდის შენთან რაღაცა კონკრეტული სპონსორშიპით. ახლა ჩვენ მაგალითად არც ერთ პოდკასტს არ აქვს ეგეთი რაღაცა, უბრალოდ ჩემი სურვილი იყო და ჩვენი პოდკასტის ყველა ანონსი გადის ქალაქის ყველა მონიტორზე. ანუ ეს ცდება YouTube-ის ფორმატსაც და ყველანაირი ფორმატს ცდება, ხო? ანუ ქუჩაში მიდიხარ და უცებ რაღაცა პოდკასტის ანონსი ხდება, ხო? და ესეც რაღაც ერთგვარი ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ამას ქონოდა უფრო დიდი ხილვადობა, პროდუქტს, როგორც პროდუქტს ქონოდა დიდი ხილვადობა და აქცენტი ეს რაღაც კონკრეტულ პლატფორმაზე არ მაქვს. და ეს ბრენდებისთვისაც საინტერესოა ცხადია, იმიტომ რომ იქ ანონსი რო გამოდის, მისი ლოგოც გამოდის და ასე შემდეგ და მომგებიანობა ალბათ ითვლება მერე უკვე ბოლოს, როცა იტყვი რომ აი ის არის რაც მინდოდა. მე ჯერ მაგის თქმის საშუალება არ მაქვს, იმიტომ რომ მე ახლა ხანს დავიწყე, რაღაც მესამე თვე არის რაც დაწყებული მაქვს და ალბათ რაღაც ერთ წლიან ციკლს რო დავხურავ, რაღაც რო შევხედავ უკვე რა შედეგებზე გავიდე, რა აუდიტორია, რაზე მომყვება ეს აუდიტორია, უკვე მერე მეცოდინება ეს იყო წარმატებული თუ არა, იმიტომ რომ მე მარტო ფინანსურად არ უყურებ ამ პროექტს რა, ეს არის ჩემთვის რაღაცა ერთგვარი, იმიტომ რომ მე თვითონ ამ ინდუსტრიას ვეკუთვნი და ჩემი სახელიც არის. და ძალიან ბევრ რაღაც ნიუანს უკვირდები მაგ ნაწილში რა მარტო რაღაცა შემოსავლის კუთხით არ ვხედავ ხოლმე. თუმცა ბევრი იუთუბერი, ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზულ თანხას გამოიმუშავებს, ასე ვთქვათ, თავისი პოდკასტით იქნება თუ აქტივობით და სხვათა შორის YouTube ძალიან მაგარი და კარგი პლატფორმა არის და ვისაც აქვს ჩაფიქრებული რომ გააკეთოს, აუცილებლად უნდა გააკეთოს კი. რაიმე ახალი ბიზნეს იდეების ხომ არ დაგბადებია ამასობაში, ხო არ უნდა ველოდოთ რაიმეს სიახლეს? არა. ერთი რაც თქვი არის AI-ის მიმართულებით გადავწყვიტეთ რომ გავუკეთებინა სააგენტო, რომელიც ბიზნესებს უგვარებს სხვადასხვა პრობლემებს, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ციფრული პრობლემები, შეიძლება იყოს რაღაც ნებისმიერი სახის, ნებისმიერი მიმართულებით. მთავარი უბრალოდ ვიცოდეთ ჩვენ მივიღოთ რაღაც კონკრეტული დავალება, უნდათ რაღაც კონკრეტულის შემსუბუქება, რაღაც ტკივილი აქვთ და ჩვენ მერე ამ ბრიფიდან გამომდინარე ვფიქრობთ რა შეიძლება, რა გადაწყვეტა შეიძლება მოვუფიქროთ იმ კონკრეტულ ბიზნესს. ამ კითხვის დასმა ადრეც მინდოდა, მაგრამ ბოლოსთვის შემოვიტოვე. საყვარელი ფილოსოფოსი ვინ არის შენი?
თუ ყავს. იცი რა ძალიან ცვალებადი იყო ჩემი ფილოსოფოსებისადმი სიყვარული. იმიტომ რომ მე ზოგადად ფილოსოფიისადმი ტრფობა გამიჩნდა, როცა აღმოვაჩინე ჟან-პოლ სარტრი. ფრანგი ეგზისტენციალისტი, ასე რომ ვთქვათ. მის, პირველი რაც წავიკითხე იყო 9 კლიტული მისი და ამან ძალიან დამაინტერესა და მე დავიწყე უკვე მე გადავედი ბორის ვიანზე და მოკლედ საბოლოო ჯამში ფილოსოფიაში ვინც შედის და იწყებს, ასე ვთქვათ, სიღრმეში შესვლას რაღაც მათემატიკურ ფილოსოფოსებს ვეძახი, მივა აუცილებლად გერმანელ ფილოსოფოსებთან. და მე საყვარელი ფილოსოფოსი კანტი იყო, ვისთანაც ასე ვთქვათ, ესე წრეზე ვიარე რა. ძიმეწონიანი. ხო, ძიმეწონიანი და მე უკვე ბიზნესი შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში და იმდენად სიღრმეში ვეღარ წავედი, თუმცა ბიზნეს ფილოსოფიაში გადავედი. ხო, ბიზნეს ფილოსოფიაში წავედი, მაგრამ იცი რა არის, ანუ ეს განათლება, რაც მე იმ ფილოსოფოსების ნაშრომების კითხვით დავაგროვე, ძალიან მეხმარება ხშირად თუნდაც ბიზნესში, თუნდაც კრეატივში, თუნდაც ფიქრის პროცესია რა, რაღაცე სხვადასხვა მიმართულებით, იმიტომ რომ ყველა ფილოსოფოს თავისებური პროცესი აქვს, რო კითხულობ ხვდები, რომ სხვადასხვა მიმართულებით გადის რა და აი ატყობ რა ადამიანს ხო აი მაგალითად სარტრის რომ საიდან წავიდა და რომ მე შენი თვალსაჩინით თითქოს იზრდება და მე გინდა რომ იმისავით გახვიდე რაღაც არარეალურ რაღაცაზე წახვიდე რაღაცები კითხვები დასვა ხო ყველაზე მთავარი მანდ ეგ არის კითხვების დასმა და არაფერი არ მიიღო ბრმად ხო და მე ბევრი რამე ერთმანეთს ეწინააღმდეგება მილიონი კითხვა ჩდება და ალბათ მე მანდაც არის რომ შენ როგორც პიროვნება იზრდები და ჩვეუში გადაგდის მე ეგ პროცესი რა რაღაც აზროვნების. მადლობა გიორგი, რომ დაგვითმე დრო. მე მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე, მაგრამ წარმატებების იმედია საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, წარმატებები შენს კომპანიებსაც. მადლობა თქვენს, რომ გვიყურებდით, იმედი მაქვს მოგეწონათ. და თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ გამოვიწეროთ და ლაიქოთ ვიდეო, როგორც ჩვენი Founders Club-ი, ასევე EdTalk-ით შეგიძლიათ გამოვიწეროთ, თუ გაინტერესებთ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები თქვენ. წარმატებები შენს გიორგი. მადლობა თქვენს.